თამბაქოს ინდუსტრიას ბევრი ნიღაბი აქვს ზოგადად, თუმცა წელს ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ და განსაკუთრებით ხაზს უსვავთ ახალ პროდუქტებთან, თამბაქოს და ნიკოტინის ახალ პროდუქტებთან დაკავშირებულ მანიპულაციებს, რომელსაც თამბაქოს ინდუსტრია იყენებს ბავშვების და ახალგაზრდების ძირითადად მოსაზრისად და თუმცა არა მხოლოდ მათთვის. თქვენ ალბათ შეგიძლიათ მარკეტებში მაღაზიებში ნახოთ ელექტრონული სიგარეტები, მათი ძალიან დიდი მრავალფეროვნება, როგორც შეფუთვის, ისევე მათი მახასიათებლების, განსაკუთრებით არომატების და ის პირდაპირ დამიზნებული არის ბავშვებზე და სამწუხაროდ შედეგიც არ აყოვნებს ბავშვებში და არა მარტო ბავშვებში, დასრულებშიც, მაგრამ განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ბავშვებში ნახტომისებური ზრდის ეფექტი იყო 2014-დან 17 წლამდე. შემდგომ 2017 წელს მიღებული კანონის გარკვეული შემაკავებელი ეფექტი ჰქონდა. თუმცა კი, როგორც ჩანს, ეს სრულიად არ არის საკმარისი დღეს და ნიშნული კვლავ მაღალი არის. მცირე შემცირება იყო 2017 წლის შემდგომ, 2003 წლამდე. მაგრამ უმნიშვნელო, შეგვიძლია ასე დავარქვათ და კიდევ ერთი მახასიათებელი, რაც გამოჩნდა, არის ის, რომ ბავშვებში, გოგონებში ამ პროდუქტის მოხმარებამ გადააჭარბა ბიჭებში მოხმარებას. რაც პირველი ასეთი მოვლენა არის საქართველოს ისტორიაში, რომ გოგონებში თამბაქოს რომელიმე პროდუქტის მოხმარებას გადაეჭარბებინოს ბიჭებში მოხმარება, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს სეგმენტი, ქალების სეგმენტი, გოგონების სეგმენტზე თამბაქოს ინდუსტრია ძალიან წარმატებულად ახორციელებს თავის ქმედებებს. რას შეიძლება დავუკავშიროთ ეს ყველაფერი გულისხმობ აი გოგოების ფაქტორს? კი ბატონო. ვიზუალურად არის ძალიან მიმზიდველი და ეს იზიდავს, ვთქვათ, დედრობით სქესს თუ აი რა კავშირი შეიძლება? ცალსახად თუ ნახავთ ამ პროდუქტებს, მათი ვიზუალი არის ძალიან მიმზიდველი, მათ შორის გოგონებისთვის განსაკუთრებით ალბათ. ასევე არომატები, რომელიც იზიდავს, ერთი ფაქტორია კიდევ ისტორიული ფაქტორი, რომ ზოგადად თამბაქოს მოხმარებას ახასიათებს ასეთ თვისება, რომ ბევრ ქვეყანაში ასე მოხდა, მრავალ ქვეყანაში და საქართველოში როგორც ჩანს იგივე არის, რომ ქალებში ისტორიულად ჩამორჩებოდა მოხმარება ამ პროდუქტებისა მამაკაცებს, მაგალითად სიგარეტთან მიმართებაში შეფარდება იყო 57% მამაკაცებში და ქალებში 7%. მაგრამ ტალღა ზრდისა მოგვიანებით იწყება ქალებში და როგორც ჩანს, ეს ტალღა საქართველოში დაიწყო და დაიწყო ელექტრონული სიგარეტების და აი ამ ახალი პროდუქტების ძირითადად მეშვეობით და მათი ინსპირაციით, ასე ვთქვათ. და ეს პროდუქტები არ არის უხიფათო, ეს სახიფათო პროდუქტები არის, ძალიან სახიფათო. ამაზე მინდა განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთოთ. შესაძლოა ერთ-ერთი მიზეზი იყოს ისიც, რომ არსებობს ესეთი მოსაზრება, რომ ნაკლებად მავნე არის ეს პროდუქტი, არ ვიცი, რა უდევს ამ მოსაზრებას საფუძვლად, თუმცა ასეთი მოსაზრება არსებობს, ხომ, საზოგადოებაში. არის თუ არა ის იმასთან დაკავშირებული, რომ მაინც ახალი პროდუქტია და ჯერ არ არსებობს კვლევები მის მავნებლობასთან დაკავშირებით. რამდენად საფრთხის შემცველია და უტოლდება თუ არა ამ მიმართულებით ჩვეულებრივი თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ საფრთხეებს? დიახ, სრულიად ცდარია მოსაზრება იმის შესახებ, რომ ეს არის, ჩვენ ეს უნდა განვიხილოთ, როგორც ნაკლები საფრთხის მქონე პროდუქტი. ამას აქვს ორი ძირითადად, რასაც ეყრდნობა ამ ნარატივს ავითარებს თამბაქოს ინდუსტრია, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ეგრეთ წოდებული ზიანის შემცირების ეფექტს. ისინი ამბობენ, რომ თითქოს ეს პროდუქტი კარგია მწეველებისთვის, რომელიც თავს ვერ ანებებენ სიგარეტს. თუმცა ამავდროულად თითქოს და ამასობაში გვავიწყდება, რომ არსებობენ არამწეველები, არსებობენ ბავშვები და ასე შემდგომ. რა თქმა უნდა, არავის ეს არ ავიწყდება და ამ პროდუქტების დიზაინი და არომატი და ეს შეფუთვა მთლიანობაში შენიღბვა, რასაც ქვია აი ამ ყველაფრით ამ პროდუქტებისა, სწორედ ამას მიუთითებს, რომ ეს პროდუქტები სწორედ აი ამ არამწეվել ახალგაზრდა სეგმენტზე არის დამიზნებული. და ეს ფაქტია უკვე. მისი მავნებლობა, ძირითადად ისინი, როცა ამას საუბრობდნენ, თითქოს
ეყრდნობოდნენ ყოველ შემთხვევაში ნივთიერებათა კონცენტრაციას, რომელიც არის ამ პროდუქტში და მისგან გამოყოფილ აეროზოლში, განსხვავებით სიგარეტისაგან. თუმცა, რაც უფრო დრო გადის, ეს მტკიცებულებები კიდევ უფრო და უფრო იმატებს. თავიდან თუ საუბარი იყო, რომ მარტო სითხეში, ელექტრონულ სითხეში 60-70 ნივთიერებაზე იყო საუბარი, დღეს უკვე 100-ზე მეტ ნივთიერება არის დადგენილი. მათ შორის არის ისეთი ნივთიერებები, რომელიც ტრადიციულ თამბაქოში არ გვხვდებოდა და რომლებიც არის ძალიან სახიფათო ნივთიერებები. მაგალითად, ალდეჰიდები კი არის თამბაქოში, მაგრამ აი ისეთი თქვათ აცეტალდეჰიდი დაუშვათ ან დიაცეტილი. დიაცეტილი არის ერთ-ერთი ძალიან საშიში პროდუქტი, ის ალიმენტარული გზით, ესე იგი, პირის ღრუს და კუჭნაწლავის გზით მიღების შემთხვევაში საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ შესუნთქვის შემთხვევაში ის აზიანებს ადამიანის ფილტვებს და განსაკუთრებით აზიანებს ყველაზე წვრილ ბრონქიოლებს. ბრონქიოლიტი, ეხლა ყველა ექიმისთვის ეს ძალიან ადვილად გასაგები არის, რომ ბრონქიოლიტი მაგალითად უფრო რთულად მიმდინარე დაავადება, ვიდრე ბრონქიტი, ანუ უფრო მსხვილი ბრონქების დაავადება. და არის ესეთი პოპკორნის ფილტვის ესეთი ცნობილი ფაქტები, რომელიც უკვე წამოვიდა იმ ბავშვებს შორის, ვინც მოიხმარს ამ ვეიპებს და აი ამ ელექტრონულ სიგარეტებს და ეს არის განუკურნებელი მძიმე დაავადება. ასევე არის ამასთან დაკავშირებული გულსიძახთა დაავადებები. იქ არის კარცენოგენები, რომელთა ეფექტის გამოვლენას ცოტა მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ეს ელექტრონული სიგარეტები არის ბაზარზე. არის კარდიოვასკულური რისკები, არის ასევე ალერგიული რეაქციები, რომელიც ამ სხვადასხვა არომატებზე და შემდგომ აქვთ ადამიანებს და ეს მტკიცებულებები კიდევ და კიდევ უფრო ფართოვდება. სწორედ ამიტომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სრულიად ცალსახად მოუწოდებს ქვეყნებს, რომ დაარეგულიროს ეს პროდუქტი, თუ კი აკრძალული არ აქვთ უკვე და დაარეგულირონ იმგვარად, რომ დაიცვან თავისი ბავშვები და არამწეველები და ახალგაზრდები ამ პროდუქტებისგან. რა იგულისხმება დარეგულირებაში, რა უნდა გაკეთდეს კონკრეტულად? ყველაზე ეფექტური გზა იმისათვის, რომ ბავშვებს არ მოუნდეთ ამ პროდუქტის გაშინჯვა და ასევე არამწეველებს არ მოუნდეთ ამ პროდუქტის გაშინჯვა, არის იმ არომატების აკრძალვა, რომელიც მას აქვს. 16,000 არომატს იყენებს თამბაქოს ინდუსტრია ამ პროდუქტებში. ძალიან ნიშანდობლივი არის სხვათა შორის, რომ ჩინეთი, რომელიც არის ნომერ პირველი მწარმოებელი ელექტრონული სიგარეტებისა, 2002 წლიდან უკვე 3 წელია ჩინეთს თავის შიდა ბაზარზე აკრძალული აქვს არომატული ელექტრონული სიგარეტების გამოყენება და მოხმარება და გაყიდვა. ეს მე მგონი და ბევრ ქვეყანას ასევე დაახლოებით 40-მდე ქვეყანას აქვს იგივე რეგულაცია. ან აკრძალული აქვს სრულად ან დანამატები, აი ეს ფლევორინგები, ეს ვთქვათ, ეს არომატები აქვს აკრძალული. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც უნდა გაატაროს და რეკომენდირებულია რომ გაატაროს, არის სადა შეფუთვის რეგულაციის გავრცელება ამ პროდუქტებზე, რომ ის ვიზუალურად თამბაქოს შეეხო 1 აპრილიდან, თუმცა ამაში არ მოიაზრება სწორედ ეს ახალი პროდუქტები. დიახ, სამწუხაროდ გამონაკლისი არის დაშვებული და ეს არასწორი გამონაკლისია, დრომ გვაჩვენა და ამ პროდუქტების მზარდმა მოხმარებამ გვაჩვენა, რომ აუცილებელია მისი შეფუთვის შეზღუდვა და აი ამ 1000 გვარი დიზაინის ტექნიკების გამოყენების შეზღუდვა, რომელსაც ისინი სწორედ ბავშვების მოსაზიდად იყენებენ. ასევე არის ნიკოტინის კონცენტრაცია ჩვენთან მეტნაკლებად რეგულირდება ამ პროდუქტებში, თუმცა კი შეიძლება კიდევ გამკაცრება აი ამ ვთქვათ ტრენდის sapasუხოდ და აგრეთვე სხვა შემცველების რეგულირება შესაძლებელია, მაგალითად მძიმე მეტალების, აქროლადი გამხსნელების და სხვა შემცველების, იმისათვის რომ კიდევ უფრო ვთქვათ კიდევ უფრო შერბილდეს ის ეფექტი, რაც მას აქვს. თუმცა კი მთავარი მაინც მათ შორის არის აი ეს ორი არომატების აკრძალვა და სადა შეფუთვა.